გამარჯობათ, მოგესალმებით. საღამო მშვიდობისა, პატივცემულებო. დღეს თქვენს წინაშე ვართ ბატონი ოთარ ჭითანავა და მე ბექა თავბერი. მოგესალმებით. და გარდა იმისა, რომ მოგესალმებით, რა თქმა უნდა, რასაც ძალიან კარგად ადევნებთ თვალყურს, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. რამაც დასტრესა მოსახლეობა მინდა გითხრათ. ისე ობიექტური ტელევიზიის მოძიება ძალზე ძნელია უთარ. ის ტელევიზია, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ამას არ ჭირდება ქარაგმა, ამას არ ჭირდება ფიცი მტკიცი. ამ ტელევიზიამ თავისი განვლილით დაადასტურა, დაამტკიცა, რომ ტელევიზია ობიექტივი არის ობიექტურობის ფლაგმანი, მებაირახტრე და მართლაც ჭეშმარიტი ტელევიზია თავისი პროფესიონალური კადრებით და ერის სამსახურში ეს იდენტიფიცირებულ ცნებათაც შეგვიძლია განვიხილოთ. რაც შეეხება იმ მოწყვლად სიცუდისგან, იმ მარაზმისგან, წნეხისაგან და უბედურებათაგან მოწყვლად გარემოს, ყოველი სეგმენტი რომ მოიცვა და არ დატოვა კუთხე კუნჭული, დღეს არა, მაგრამ დიდი ხანია მას შეემატა, მაგრამ დღეს გამკვეთრდა უფრო მეტად და დროდადრო მკვეთრდებოდა, მაგრამ დღეს სახეზე გვაქვს ბევრი რამ, სოციალური კუთხით უთანასწორობა. სოციალური შეიძლება ითქვას ბულინგი, ხო, ეგრეთ წოდებული ეს ტერმინი მკვიდრდება, დამკვიდრდა. ჩაგვრა სოციალური, რა ვთქვათ, პირდაპირ ქართულად. დისკრიმინაცია სოციალური კუთხით. თან სოციალურ შემწეობაზე n რაოდენობით ადამიანი ყავს ჩვენ სახელმწიფოს. ეს ერთგვარი, ერთ-ერთი დამეთანხმებით შემოკარგო, ერთ-ერთი მართლა ინდექსია, ვთქვათ ასე, უყვართ მათ ეს სიტყვა, ოფიციოს, მათი პოლიტიკურ-ეკონომიკური ინდექსებისა და მათი პლატფორმისა, საერთოდ მათი მოღვაწეობისა ერთგვარი და მკვეთრი ინდიკატორია. და ამ სოციალური შემწეობის, ასე ვთქვათ, შემწეობა მიღებული ადამიანები, რომელ შენობაშიც მიაკითხეთ, პატივცემულო სოცმუშაკებო, ხო, თბილისის კონკრეტულად წარმომადგენლებს მიმართავ მერიას, ხო, ამ შემთხვევაში და დაუმტკიცეთ და დაადგინეთ, ხო, რომელ ფარტში ცხოვრობენ, რა გააჩნიათ, რა არა და შესაბამისად ქულები მეანიჭეთ, ხო? რა მოხდა შემდეგ? მას შემდეგ რა მოხდა? ანუ რეალურად დანაშაული ჩაიდინეს ადამიანებმა, რომ შეიჭრენ. შემდეგ სახელმწიფო ინსტიტუტები ინტერესდებიან, მათ აკვალიფიცირებენ ამა თუ იმ მიმართულებით. რაღაც ენიშნებათ, რა თქმა უნდა, სამათხოვრო, აქ 60 ლარი მოსატანიც არ არის, მაგრამ რაღაც ენიშნებათ და უცებ ხდება ბიზნეს ინტერესის საგანი, როგორც ყველა და ყველაფერი. ერთ-ერთი მთავარი უბედურება რა არის, ჩემო კარგო, იცით? და პატივცემულებო მოგმართავთ რადიო მსმენელებსა და ტელემაყურებლებს, რომ ინვესტორი მათთვის, ვინც დღეს ხელისუფლებას წარმოადგენენ, ღმერთია ლამის. თავარია გადაიხადოს ადამიანმა, მას გარანტირებული აქვს ბევრი რამ. რაც გამოჩნდა, რაც აწი გამოჩნდება, მაგრამ ხვდებით, ვიცით, შევიტყვეთ, ხომ? თუ რა მერკანტილურ პრაგმატული ინტერესები ამოძრავებდათ და ამოძრავებთ მხოლოდ და მხოლოდ დღევანდელ ოფიციოს. და მუნიციპალური კუთხითაც თავისთავად დედაქალაქი. დედაქალაქი ხომ საერთოდ ურბანულად მოკალით, ბატონო. ურბანულ სიკვდილს უყურებთ ჩვენ დედაქალაქისას. აი ეს ამხელა უაზრო ყველგან ყველაფერი შენდება. იცით, ამდენი ბინათმშენებლობა რა გინდათ? ვისთვის გინდათ? ნათელია, ხო? ვისთვისაც უნდათ ნათელია, ოთარ? ეს სინგაპურიზაციის პროექტი
სააკაშვილმა რომ დაანონსა და დაიწყო, ამათმა წარმატებით შეასრულეს, კაცო. გაგახსენებთ სინგაპურიზაციის პროექტი რა არის? რომ იქ აბორიგენი მოსახლეობა 10%-ს არ აჭარბებს და ვინც კი არიან, არის მხოლოდ მომსახურე პერსონალი. ძირითადად. დიახ, აი ეს ტენდენცია, ეს რელსებია, შრომის უნარიანი, ღირსებით სავსე, შენი თანამოქალაქე. როგორ უნდა გააგდო, გააძევ, ამას გაძევება ქვია საზღვარგარეთ, სამსახურის საძიებლად. შემდეგ საფრთხე შეუქმნა, რომ შენი უაზრო პოლიტიკით, რომ სავიზო რეჟიმი გაგვიუქმონ, ან საალბათო იყოს, ხო დიდი კითხვის ნიშნებია. და პარალელურად მის ნაცვლად შემოიყვანო იაფი მუშახელი, დაამკვიდრო და ყველანაირი ხელშეწყობა მისცემათ, დაასაქმო ბატონო. ერთი რამ, რაშიც თქვენი დახმარება არ ჭირდებათ, მრავლდებიან ეს ხალხი და სხვათა შორის გაცილებით მეტად და შეუდარებლად წარმატებით, ვიდრე ქართველები. აი ამის გამო ვამბობ, რომ ურბანულად მოკალით ქალაქი. თუ კუთვნილება სახელმწიფოსი ამა თუ იმ შენობის, სახელმწიფო რაც წარმოადგენს, მეგობრებო, თუ არა მის აღმატებულება, ჩვენ ქვეყანაზე ვსაუბრობთ, ქართველ ხალხს, ქართველ ერს, ქართველი ერი არ არის სახელმწიფო, წყარო სახელმწიფოსი არ არის ხალხი. მათ ბიზნეს ინტერესი იკვეთება თავისთავად, როგორც მოვისმინეთ, არ მინდა დასახელება ეს უფრო მეტად რომ გაირკვევა ისედაც, ასე ვთქვათ, უდანაშაულობის პრეზუმპცია არ მინდა დავარღვიო, გნებავთ მორალური კუთხით, თორე თუ მათია და მათ სახელს წარმოთქვავ, რა იქნება აქ დარღვევის მსგავსი, არც არაფერი. მაგრამ დაველოდოთ დაზუსტებას ეს აზერბაიჯანის მოქალაქეა მე პატრონე, არაბია თუ ქართველია მათთან ერთად თუ რა არის და როგორ არის. ერთი ფაქტია გავიმეორებ, რომ ინვესტორი თქვენთვის ღმერთია და შემდეგ სადღაც შეიძლება გაგახსენდეთ ისიც, ან არ გაგახსენდეთ რამე თუ რადგან ხშირად არ გახსოვთ ჩვენი გატანჯული მოსახლეობა. სპეც დანიშნულების წარმომადგენლები შესაბამისი ნიღბით. თქვენ არ იცით დანიშნულება ნიღბის საერთოდ? აი სპეცნაძის მოქმედების არეალი, მისი мотиваცია და მისი ასე ვთქვათ, თქვენს ენაზე გეტყვით რა, უსტანოვკა გეშლებათ, არ იცით? ვის შეუსიეთ იქ უმწეო სოციალურ გაჭირვებაში და დიდ უბედურებაში მყოფ ხალხს და სახეს მალავთ, ამალინებთ? ეს არის ტიპიური სახე სახელმწიფოსი. აი ეს ნიღბოსანი, რომელსაც მე მინდა პატივის წე, რამე თუ მის ის პიროვნება თავისი ეკიპირებით, თავისი ნიღბით, ბატონო, სახელმწიფო სამსახურში უნდა იდგეს და სახელმწიფოს ჭირდება ასეთი პიროვნებები და ღმერთმა გვიმრავლოს, რა თქმა უნდა, არა უკანონო ბრძანებების და თავიანთ თანამემამულეებზე, თან უმწეო ჩვილ ბავშვიან მოზარდ თაობაზე, ასე ვთქვათ, მოძალადე ჯგუფები ღმერთმა გვაშოროს და ღმერთმა გვიმრავლოს ისეთები, როგორიც სახელმწიფოს ჭირდება. თუმცა დღევანდელობა სულ სხვა სურათს გვაძლევს. იქ ძალიან ესე 17 კაცია დაკავებული, ოთარ თან შემაძრწუნებელი იყო ხუთიშვილის მამის პოზიცია, ძალიან კარგად მოვისმინეთ, გავეცანით რა ხდება. იქ არ არის მათი უზრუნველყოფა, კი შეთავაზეს სამთვიანი რაღაც, მაგრამ 3 თვის მერე სად ვარდიულზე დაიძინონ? ან ამ ადამიანებს რატომ დაჭირდათ შეჭრა სახელმწიფო დაწესებულებებში? მარადიორები არიან? ყაჩაღები არიან? ტერორისტები არიან? იცით, ძალიან მძიმეა ეს სურათი, ძალიან მძიმეა და
უბრალოდ მინდა რომ თან მოზარდთა მიმართებაში ჩადენილი დანაშაული კიდევ ცალკე დიდი ასე ვთქვათ დიდად ტევადია რადგან ბავშვების თვალწინ გააკეთეთ ის რაც ჩაიდინეთ ის რაც ჩაიდინეთ ხომ ამ ბავშვების ფსიქიკა მათი სტრესული მდგომარეობა ეხლა ისეთ დღეშია და ისეთ სიმაღლეზეა რომ ეს ხვალ და ზეგ რა თქმა უნდა არ აისახება მათი არაცნობიერი ძალიან კარგად ინახავს ყოველივე ამას იცით იმის მაგივრად რომ მომავალ თაობას ახალგაზრდებს ჩვენ ნიმუში მივცეთ იმისა თუ რას ნიშნავს მათ მშობლებთან კონსტრუქციული საუბარი რაც არ უნდა დანაშაულს ჩადიოდნენ ეს ადამიანები პრევენცია საერთოდ პრევენცია თქვენთვის ისეთი ხილია რომელიც ჯერ არ გიგემიათ არც გინახიათ რა ასე უფრო კარგად გამოითქმის ზუსტად ასე რომ იმდენად ეპიცენტრი და ესე ვთქვათ ეპიცენტრული თემა და ცენტრალური თემა რომ აქედან დავიწყებდით ალბათ ოთარ მიუხედავად იმისა რომ არ განელებულა არც ერთი მიმართულებით პრობლემები პირიქით მატულობს ეს ჯაჭვური პროცესია სახელმწიფო ერთ სეგმენტში როგორიცაა და მკვეთრად გამოხატული სიავის კუთხით ის არ შეიძლება მკვეთრად გამოხატული დადებითი იყოს სხვადასხვა მიმართულებით ეს აქსიომაა ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება გარე ვითარებასთან კავშირში ახლა თითქოს საუბრებია რომ თითქოს დაათფეს არაფერი არავის არ დაუთფია ჩვენთან მიმართებაში ანალოგიური მოსაზრებისა კვლავ დასავლეთი იქ თითქოს რაღაც გააჩერეს ამერიკაში არც ამას ქვია გაჩერება რაც ძალზედ ხიბლავთ და უნდათ ჩვენს ოფიციოს ასე რომ რეალურად იმდენად ტკივილიანია და იმდენად მართლა დრამატული დღევანდელი ყოფა და ტრაგიკული რომ ამ ყველაფერს მაინც და მაინც დღეს წონის და დღეს გადაწონა სოციალურმა დიდმა პრობლემამ და ამ სოციალურმა ჯოჯოხეთმა მე ვიტყოდი ასე ხო ძალზედ ცოდვები არიან მე ვუთანაგრძნობ მათ და რა თქმა უნდა შეძლების დაგვარად ვეცდები ისე როგორც შემეძლება ამ ჟანრში თუ იმ კუთხით რასაც ფიზიკურად შევძლებთ რომ გვერდში დაუდგეთ ყველა დაჩაგრულს და დღეს დაჩაგრულები არიან გამოძევებულები იმ ფართებიდან რა ფართებშიც სოციალური შემწეობები მისცა თქვენმა სოცაგენტებმა და ასე ვთქვათ დაუკანონეთ ხო ასე რომ თქვენ თავსაც ეწინააღმდეგებით თქვენ თავსაც ისე თქვენ რომ თქვენს თავს ეწინააღმდეგებით და პოლიტიკურ ხარაკირს აკეთებთ მე იშვიათად მახსოვს ხელისუფლება რეალურად იაპონელის ხარაკირიც კი სუბუქად მოსჩანს ფიზიკური ხარაკირი თქვენს პოლიტიკურ ხარაკირთან უბრალოდ ერთი სხვაობაა იქ უმალვე ხდება და სიცოცხლის მოსწრაფებით თქვენ ღმერთმა გაცოცხლოთ კაცო 1000 წელი ოღონდ პოლიტიკური ბერკეტების გარეშე რადგან ეს არ გამოგდით პირიქით ძალზედ დანაშაულებრივია თქვენი მოღვაწეობა ასე რომ თქვენი პოლიტიკური ასე ვთქვათ ვითარება ჩვენს ქვეყანაზე რომ აისახება ესაა სწორედაც აი ეს დიდი ტვირთი დიდი საზრუნავი რა საზრუნავს და საფიქრასაც აღარ უჩანს ბოლო ჩემოუთ გარეთ მიმდინარე ვითარებებზე წეხან აღვნიშნე და ვიცი არაერთი გაქვს სათქმელი და ყოველთვის ინტერესით გისმენს ფართო აუდიტორია და მეც მათ შორის ვარ ხოლმე შენი მსმენელი ჩემო კარგო გისმენთ დიდი ყურადღებით მივესალმებით ჩვენ ტელემაყურებლებს და რადიო მსმენელებს მართლაც ისეთ რთულ საკითხებს შეეხე და პრობლემურს რომ მართლაც ეს არ შეიძლება ნებისმიერ ნორმალური ადამიანს გულგრილი დატოვოს რასაც უყურებთ ის რაც ხდება ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში და არა მხოლოდ დედაქალაქში რეგიონებშიც მსგავსი პრობლემებია და თავშივე მინდა ამაზე მეც შევეხო იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი
პრობლემები აქვთ დღეს ჩვენს დევნილებს და სოციალურად დაუცველ ადამიანებს. პრაქტიკულად ამ ხელისუფლებამაც არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დევნილებზე და სოციალურად დაუცველებზე იყოს რაღაც სრულად იყვნენ ეს კონტინგენტი დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით და სამწუხაროდ ბოლო მონაცემებით მარტო შარშენ 44%-ია მხოლოდ დაკმაყოფილებული ჩვენი დევნილი მოსახლეობისა საცხოვრებელი ფართები და ეს არის მართლაც ძალიან ცოტა. მარტო თბილისში 10,000-მდე უსახკარო ადამიანი ცხოვრობს და აქვს ძალიან ბევრი პრობლემა საცხოვრისთან და რა ვიცი, სამწუხაროდ ამაზე არ ფიქრობს ჩვენი ხელისუფლება, რომელსაც 3 დღის წინ მაგალითად ჩამოგვიყვანა მომღერალი ჯასტინ ტიმბერლეიკი, რომლის ჩამოყვანა ამ ქვეყნის ბიუჯეტს დაუჯდა სადღაც 15,000 ლარამდე, რომელიც ალბათ სრულად დააკმაყოფილებდა იმ 200 ოჯახს, რომელიც იყო შესახლებული თვალჭრელიძის ქუჩაზე და თითოს ალბათ შეხვდებოდა სადღაც 70,000-მდე, რაც მისცემდა მათ საშუალებას, რომ ერთი ან ორი ოთახი შეეძინათ დედაქალაქში ან მის ფარგლებს გარეთ. რამდენი დაუჯდა ტიმბერლეიკი? 13 მილიონი 14 მილიონზეა საუბარი, დიახ. 1000 ვთქვი ხო? კი ბატონო, 15 მილიონამდე დაუჯდა, დიახ. და ეს არის მართლაც სრული ინდიფერენტულობა, რასაც ხელისუფლება იჩენს ჩვენი ხალხის მიმართ, თორე სხვაგვარად მოიქცეოდა. არ იყო მართლაც ეხა იმის აუცილებლობა, თუმცა ეხა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საარჩევნოდ რაღაც თავისი თავი გაიპიარონ, თორე კვირა არ გავა ჩვენ რო არ ვნახოთ სხვა არხებზე ჟურნალისტური გამოძიებები, როგორ იშენებენ დღევანდელი ჩინოვნიკები სასახლეებს, ეს ჩემი მოგონილი და შენი მოგონილი ნამდვილად არ არის. ყველა ფული სამწუხაროდ, რომელიც უნდა მიდიოდეს ესე იგი ამ ხალხის ინტერესების დაკმაყოფილებაზე მიდის ამათი სასახლეების ძვირადღირებული მანქანების შეძენაზე, ამათ შოპინგებისზე, გადაფრენაზე, გაუთვალისწინებელ ხარჯებზე, სუფრებზე, გრიალზე. აი არ დამთავრდა რა, არ გაძღა ეს საიდან მოვიდა, სად იპოვა, ხო არის რომ რაღაც სად პოულობს ივანიშვილი ასეთ ხალხს, რომლებიც რა ვიცი, ასე უკიდეგანო ღორობა და საკუთარი ხალხის და საკუთარი ქვეყნის ინტერესების ასეთი უგულველყოფა რო გამოხატეს წლების განმავლობაში, მე სხვა მსგავსი არასდროს არ მინახავს. სამწუხაროდ ეს რეალობა გვაქვს, იჭერენ მე ყველას ვინც ასეთ უმსგავსობას აპროტესტებს, იჭერენ არა მხოლოდ დედაქალაქში, ასევე დაჭერილია ტყიბულის ბევრი მეშახტე, ჭიათურაში არიან დაკავებული 4 ახალგაზრდა. მომიტინგეებს ხოშჯიან, ბავშვებს იჭერენ, ქალებს იჭერენ საპროტესტო აქციებზე. ის რაც ხდება ბალდის კანიონზე, მარტვილის რაიონში, რავი წლებია გრძელდება ეს უბედურება და ადგილობრივის ინტერესები არის უგულველყოფილი, ჩამოსულია ვიღაც რუსეთიდან, ვიღაც ბიზნესმენები, ასევე ის რაც ხდება მაგალითად საირმეში, როცა ადგილობრივმა ფეოდალმა იქ ლამის მთელი საირმე და მთელი ბაღდათის რაიონი იყიდა და ჩაყვანილი ყავს იქ რუსი რეინჯერები, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას არ აძლევენ, ასე იგი, თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილების უფლებას. არ ვიცი რა ხდება. თან ამ კონცერტზე, რომელიც გაიმართა გუშინწილ ტიმბერლეიკის, იყვნენ ძირითადად რუსი მაყურებლები, რომლებაც ესე იგი ჩვენი დევნილი მოსახლეობა გამოყარეს თავის საცხოვრებელი ადგილიდან, აფხაზეთიდან და ამის შემდეგ მეორე დღეს ხდება ის, რაც ყველამ დავინახეთ, როგორ ექცევიან ამ დევნილებს უკვე ჩვენი ადგილობრივი ხელისუფლება. და გვავიწყდეს კიდე ის კადრები, როგორ მოისროლა ტიმბერლეიკმა ფეხით საქართველოს ეროვნული დროშა. და ამაზე იქ მდგომი ხალხი, ალბათ რუსები უფრო ტაშს უკრავდნენ. ბევრი სამარცხვინო ამბავი შეგვემთხვა ბოლო დღეების განმავლობაში, თუმცა ეს ტენდენცია გრძელდება უკვე წლებია, ახლა ის რაც მოხდა მაგალითად ჩამონგრევა დიდუბის ერთ-ერთი კორპუსის, ესეც რა ვიცი, ყველაფერს აკეთებს ადგილობრივი ხელისუფლება, ოღონდ პასუხისგებლობა ვიღაც სხვაზე გადაიტანოს, ხო?
ბოლო განცხადება იყო კალაძის, რომ იქ სამი ნაციონალური ოჯახია, რომლებმაც არ დატოვეს კორპუსი და უთხრეს თურმე ამათ თბილისის მერიას, რომ არ გვინდა თქვენი არაფერი, დაგვიბრუნდება სააკაშვილი და ხელახლა აგვიშენებს აქ საცხოვრებელ კორპუსს. ნუ რაღაც ამ ხელისუფლების ფანტაზია უკვე ფანტუაზია, როგორც გიზონიშნიანიძე ითხოვდა პაემანი ვერაზეში. იბატონო, ფანტუაზია, დიახ. არ ვიცი რა, მოკლედ ძალიან რთულად აქვს საქმე ქართულ ოცნებას ეხა ეს ამას დამატებული კიდე შიდაკლანური დაპირისპირება, იქ რიჟვაძის ამბავი, იქ როგორ გამოიძვრინონ თავიდან, მოკლედ ძალიან აირივნენ ესენი ისე რომ შიგნით ქართულ ოცნებაში ძაღლი პატრონს ვერ ცნობს, ისეთი ამბავია, ხალხი არის მეორე პლანზე კი ასე მეასე პლანზე გადაწეული და ფიქრობენ როგორ გადაიჩიონ თავი, როგორმე მიაღწიონ წარმატებას ადგილობრივ არჩევნებზე და ამით არიან დაკავებულები. სამწუხაროდ ასეთი ამბავია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენი ხალხი ბრძენია და ამ არჩევნებზე მაინც ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ასეთი ადამიანები ამ ადგილობრივი არჩევნებზე და მერეც არ იკავებდნენ ასეთ მნიშვნელოვან სახელმწიფო თანამდებობებს ქვეყანაში. არჩევნებზე ეხვეწებიან, რომ შეწყალებული იქნებიან ყაველაშვილის მიერ. ეხლა ყაველაშვილი ვიცით, ისი რუპორია. ძალიან რბილად ვამბობ, რაც არ უნდა პიროვნული ღირსებები გქონდეს ამ ადამიანს, მე არ ვეხები, წარმატებებს უსურვებ, ოღონდ არა იმ ჯგუფში, რომელ ჯგუფშიდაც ეხლა მას პრეზიდენტს ეძახიან. ხო, რაც ქვია, შემწევა, ასე ვთქვათ, შეწყალების შემდეგ გამოვლენ და მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ეს თქვენი სიტყვა და თქვენი შეპირება იყო, რომ პოლიტიკური ორბიტიდან გაქრებოდნენ. აი ეს ძალა, რომელმა ძალამაც ვიცით ჩვენ, რაც ჩაიდინა. მაგრამ ის რაც ჩაიდინა, თქვენ გააგრძელეთ და ყველაფერი ლოგიკაშია. ანუ გზას აცდენილები არ ახართ. როგორც დაიწყეთ, იქ ცოტა ლატენტური რამ იყო, შემდეგ გააგრძელეთ და გამოაშკარავდით. აბა, მთელი 13-14 წლის განმავლობაში რა უნდა დაგმართნოდათ ისეთი, რომ კვლავ ნიღბით ყოფილიყავით. ნიღაბი დიდი ხანია ჩამომძვრალი გაქვთ და ეს დიდი უბედურება და ერთს დავამატებ ოთარ. ჭიათურაა ერთ-ერთი კიდევ დიდი მაგალითი. აი საოცრად აი ტრაგიკული მაგალითი. თუ როგორ ექცევიან თვითონ ეს პიროვნებები ქალაქს, რომელიც აი მხოლოდ ეს ქალაქი და იქ არსებული წიაღისეული შეინახავდა მხოლოდ საქართველოს ის რომ კარგად განიკარგებოდეს. მიზანშეწონილად რომ განიკარგებოდეს, მართლა შეავსებდა ბიუჯეტს. მაგრამ ეს ცალკეული, ვიცით ჩვენ როგორ რანაწილდება და თვითონ ქალაქია უკვე სიღარიბის ზღვარს ლამის ქვემოთ. გესმით და ძალიან ღირსების მოყვარე, იქ ინტელექტი არაკლიათ ამ პიროვნებებს და ის ადამიანები არიან, რომლებიც ზემო იმერლები, რომლებიც გადაყვებიან კაცო. არაფერი არ ეშლებათ, მაგრამ თავმოყვარეობა ყველას რო გქონდეს. თვითონ ამ ქალაქიდან დაიწყებოდა კონკრეტულად ამ ხელისუფლების დემონტაჟი. და თუ რატომ არ მოხდა და ასე შემდეგ აქ ადგილობრივთა ბრალეულობაც არის, ხომ იცი ერთი წვეთი შხამი თელ კასრს, ბიდონს, ასე ვთქვათ, თაფლისას უკვე უარგის ათხთის. ერთი წვეთი შხამი. ასე რომ იქ ერთი გამოერევა, ორი თუ სამი ასე თუ ისე ხო კოლაბორაციაში და შემდეგ გარედანაც ინტერესი განელებულია სამწუხაროდ. რა თქმა უნდა, ჭიათურაც და ყველა ქალაქი იქნება იმ დღეში, რა დღეშიც ბრძანდებიან სამწუხაროდ. ზარები შემოუშვით უკვე, ხომ? დიახ, შემოვბრძანდით ეთერში. მოგესალმებით. გამარჯობათ. მოგესალმებით. მომისმენდოთ ერთი გადავსგეთ და მე პატასმოგაცემთ. არის მის კარგად ხმა იქნებ გაგვაგონოთ კარგად. მოგესალმებით ისიც ახლა? ეხლა კი. ჩემ პირადად მოგახსენებ და მე ეს ხასაგის გადავალ თუთეგიზად მომისმენდოთ. ორ პრემიერ დავჩერე წყალ მომარაგებასთან დაკავშირებით საკითხი. 30 წელიწადიან გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში აჩვენე ავასწავლე სახლი ცისტერნებით მოვზიდე.
დღესაც ვერ ნახავე რომ ონკანი მიდგას იქმნა და მეწყალი მაქვს. ყალები დაგუდა რომით ავაწყდება. მიმართე გარდასის გამოაგზავნა კომისია და კომისიის ერთ-ერთი წევრი ასეთ იმპასუხს მაძლევს რომ ცენტრალური მრცხველიდან ქვენი ძალით უნდა მივყვან. მე მივწევი აქედან რუკა ის კალე ის რამდენი კილომეტრი აქედან იქ ამბიცემამდე 25 კილომეტრზე უნდა როგორ გავიყვან. მით უმეტეს დანაშაულებად. ჩაი არ ამსაგეთმა და უარი მისცეს. ეხლა დავწერე მეორე კობახიძეზე და გამოაგზავნა იმანაც იღაცა რა ვიცი ის გამოაგზავნა და რას მიწევს. უარყოფა დახარჯებულია. მე პროექტი არ გამიგზავნია უპატრონოებისთვის. ვითხოვ მე-19 საუკუნეში თბილისიდან აკედან დაახლოებით 20 კილომეტრი წყალს რომელიც მე ერთად არ ამაქვს. საოცრება. რამდენი ოჯახი ხართ ასეთ დღეში? ვარ დაახლოებით იმ განაშენებაში 23-4 ოჯახი. მაგრამ რანაირად მივუყანო მე პენსიონერმა კაცმა და მე მეზობეს რომელსაც ხალი არ აქვს ის როგორ დამწანს მე თავიზე არც საირიგაციო სისტემა გაწარაფერი. შევეშვათ ამას. ვცდილობდი ამ თავრობისთვის ამ დამუში მონეღოლთვის ვცდილობდი თქვენ დამატებოდით რომ მაგრამ უკვე ამოვიდა წელში რა. კაცანიში რეზიდენცია რომელიც ჩვენმა უსწრებამ ამოვიწია იმისთვის რომ სამთავრობო რეზიდენცია ყოფილიყო ის გაყიდულია. დაპალვანიდი და მიდის კორპუსების შენებლობა არაბები. მართალი ბრძანდები. ნახე, შიგნით არის შესასვლელთან ჩაშენებული რამოდენიმე კორპუსი და უკანაც. კი ბატონო. მიდის ახლა მე მესამე საგეთე. აი ეს რო გამოყარეს გულში ხალხი. დიახ. გამოდის და მეუბნება რომო კერძო საკუთრება ვინა ხალხიშვილი რა კერძო საკუთრება არის. ეს იყო საერთო სახალხო საკუთრება სახელმწიფო საკუთრება. ვინ მისას ხალხის დეკლარა ფეხი არ უნდა გამოადგან იქიდან. ამოვიდა ყელში უკვე რა. და არა ნაცების არა ესენი. დავიღალე თამათი უკანონობით უკვე. დიახ ბატონო, დიახ. აშურაც ვინობდი რომ რაღაცა მომეხოცა ნამუსი. ეს გეკაბადებოდით რაღაცაზე, ამოვიდა ყელში უკვე რა. ნაცებსაც მიაგდა ზაღლი საფრავში და ეხლა უარეს გეკეთ კიდევ. რა უკრაინამ რატო წამოიკიდა მხელაობი? ნატო ზახილი. 2000 ჯალს გაჩებუატრეს ამერიკელი. რაც გვინდა, რაც ნაგვინდა, ვიზებდი, ტრანსფერდი. კი ბატონო, გეთახმებით მაგაზე ცალკე გეტყვით. დრონები უნდა აქედან დაბობოს ისრაფია რუსეთი. პროჩონჩი ჩაგვიტრიროთ. ჩვენ ამას ვრები გონივალ ჩვენ. დიახ. დავიღალეთ უკვე რა. მადლობა, დიახ. გესულივა. შვილ და შვილის ხილვა სად უნდა იწოვოს საწო. დავდივარ ქუჩაში და მე-4-5 ერთი არა პირველი მეორე კაცი კანაკანა ავიღათა შემოთრეული და დაივსო შვილთლიანად ელი კალათი. კი ბატონო, აი ეს უნდა მოგვარდეს აბატი ეს რადიოხანო. გაიხარეთ. მადლობა თქვენი აზრის გაზიარებისათვის. რა თქმა უნდა, ჯობს გვიან ვიდრე არასდროს, ან ვიდრე უფრო გვიან, ხო ასეთ შეიძლება ითქვას. თქვენი ასე ვთქვათ თუნდაც კამათის არასდროს არ ვერიდებით ჩვენ კაცო. კამათში კი კანტმა ბრძანა ხო, ჭეშმარიტება იბადებაო. შეიძლება კამათში ჭეშმარიტება არ დაიბადოს, რამე თუ ჭეშმარიტება კამათზე ადრე და ადამიანზე ადრეა გაჩენილი, საერთოდ. პირიქით შეიძლება კამათში დაკარგო კიდევაც ჭეშმარიტება. ასე შეიძლება უფრო მეტად ითქვას, რომ კამათში იძიება ჭეშმარიტება, რომელსაც ან მოიძიებ, ან ვერა. ამის სახეობებია დისპუტი, ასე შემდეგ. თქვენ ალბათ კონსტრუქციულ ფარგლებს არ გაცილებთ ხართ, რამე თუ ჩვენ აქ არ გქონია და ფიქრობ ასე თქვათ კონფრონტაცია და მივესალმები თქვენს პოზიციას, რადგან რა მართლა სათქმელი უნდა ითქვას ბოლომდე. თქვენი წყლის პრობლემა მართლა 21 საუკუნეში ეს საშინელებაა, ეს დიდი უბედურებაა და კიდევ ერთი ილუსტრაცია ამ დღევანდელებისა, რაც შეეხება რეზიდენციას, საერთოდ ყველაფერი დანაწილებული აქვს თავისი ბიზნეს ინტერესის შესაბამისად. იქ ჩხარტიშვილთან აზერბაიჯანის მოქალაქეა თუ ვინც არის თუ რაც არის, მე უფრო მეც გეტყვით ბატონო. აი თქვენსკენ სწორედაც თქვენსკენ ქვემო ქართლისკენ. მათ არის ჰუჯაბის ეპარქია.
მეუფე გიორგი ჯამდელიანი ღმერთმა აცოცხლოს მის წინაშეც ძალიან სოდავს ხელისუფლება და ეს ერთ-ერთი თითქოს მიჩქმალული მაგრამ ერთ-ერთი დამოკლეს მახვილია მათ თავზე რამე თუ ამას არ დაივიწყებს რა თქმა უნდა არც მრევლი არც ქართველი ერი აი იქ კონკრეტულად მეუფე გიორგი ჯამდელიანი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა არაეროვნულ პროექტებს და ერთ-ერთი იყო და არის ის რომ იქ მარნეულში და ალბათ არა მხოლოდ აზერბაიჯანელი ეროვნების მოქალაქე სურს ხელისუფლებას რამე თუ ჩვენი მეზობელი სახელმწიფოსაგან ჩვენზე გაცილებით დიდარი სახელმწიფოსაგან სოკარის მფლობელი სახელმწიფოსაგან არის ეს დირექტივა და სადაც ფულს იხდიან მეც ეხან შეცდომით კი არ მithქვამს ინვესტორი ამათი ღმერთია რაც შეეხება ნატოსთან დაკავშირებით ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ რამე თუ რადგან ზარია ეთერში და მოგზანდით გისმენთ ალო გამარჯობათ გამარჯობათ როგორ აბზანდებით ირწურებს კარგად იცოცხლეთ ჩვენც ასევე გენაცვალე ჩვენც ასევე აი 6 მილიარდი რო აიღეს არაბებისაგან დიახ 6 მილიარდი კრწანისის ტყეპარკი და გონიო ეს ჯერჯერობით რაც ვიცით აუგენონ პანჯერები ყველა რაიონში სახლები კარებები და გამუსულმანონ ამ ჩატლახმა თავრობა დიახ ბძანეთ გაითიშა თქვენი ღელვა სამართლიანია ლეგიტიმურია თანაზიარნი ვართ დიდი მადლობა თქვენი აზრის გაზიარებისათვის და წერტილ მძიმეშიც კი გეთანხმებით ნატოსთან დაკავშირებით კიდევ შეიძლება ასეთი რამ ითქვას ოთარ ჩვენ მანამდეც საუბრობდით რომ აი ძალიან მოკლედ ვიტყვი რომ ზარია ვალოდინო რომ უბრალოდ აი ეს პიროვნებები ადამიანები რა ეხლა პიროვნება კიდევ სხვა რამეს ნიშნავს ყოველთვის არიან მზად უნაკლო მსახურებისათვის რომელი მსახურებაც იდენტიფიცირებული არის ყმობასთან როგორ შეიძლება როცა შენს ქვეყანას შენს მოქალაქეებს შენს სოციალურად შეჭირვებულებს სიღარიბის ზღვარს ყოფ და იმის დაბლამყოფ თელს ქვეყანას და ასე შემდეგ არ ემსახურებოდე და ემსახურებოდე ყველა გარე მოკარნახეს ვინც რაღაცა ფულის ნიშანს გაჩვენებს იცით აი ეს დიპლომატიის გარეშია სწორედ ის გადაწყვეტილებაც რასაც მე პირადად ერთი პიროვნება ბექა ხედავს საფრთხეს ამ წვრთნებთან კავშირში თუმცა ეს არ არის არც დიპლომატია და თუმცა ეს არ არის ის პოლიტიკა რითაც უნდა დაეწყოთ აი ორი პოლუსია ამათი უბედურება პოლარიზაცია აქვს ხალხში პოლარიზაცია აქვს მიდგომებში ამიტომ არიან ესენი მოწყვეტილი საერთოდ საღ გონივრულ და კეთილ გონიერ პოლიტიკას ზარია ეთერში საღამომშვიდობისად ბატონებო საცხოვარი მაქვს თქვენთან ასეთი რამე ნომერი რომელზედაც ჩვენ ვრეკავთ მუდამ 557 88 55 არ შეგიძლიათ დატოვოთ რომ დავრეკოთ ეკრანის გარდა ცუდად ისმის რა სამბობს ცუდად ისმის იქნებ აი ხმამაღლა თქვათ გაითიშა იქნებ ოპერატორს ესმის უკეთ დაიტოვოს ნომერი კი ბატონო აი თქვენს ნომერს დავიტოვებთ ეხლა მე ვთხოვ ჩვენს ოპერატორს აი ეხლა ისმის აი ეხლა უფრო გავიგონეთ აბა იქნებ თავიდან გასაგებია თქვენი სურვილი რომ თქვენ გინდა ზარი განახორციელოთ არა მხოლოდ პირდაპირ ეთერის დროს რადგან აქ შეიძლება ხშირად ვერ მოხვდეთ ჩვეულებრივი ამბავია თქვენი ნომერი დამახსოვრებული იქნება და ჩვენ შევძლებთ დაკავშირებას თქვენთან იქნებ რა გაქვთ სათქმელი ხო ასე რომ სამწუხაროდ გაითიშა და ძირითადი სათქმელი თქვენი გავიგეთ კიდევ ზარი შემოდის დიახ შემოუშვით ზარი რა საკითხებია გითხრათ ესე იგი
გადასარევი გადაცემა გაქვს დღეს. ასეთი გადაცემა კარგი ხანია არ ვინახია. მაგრამ ყველაფერი მხოლოდ საუბრის თემას არ ცდება. ავიღოთ ასეთი ამბავი. ესე იგი, დაღალა ადამიანები უკანონობამ. ესე იგი, ყველა სფეროში არ ხდება კანონის მოთხოვნების შესრულება. და ამაზე არავინ არ აგებს პასუხს. პირიქით, ესე იგი, სადაც არ უნდა მიხვიდე, რომელიმე უწყებაში, სამინისტროში, ადგილობრივ მმართველობებში აბსოლუტურად ესე იგი იგნორირებას უკეთებენ. მე თქვენი აზრი მაინტერესებს ბატონო ოთარ, მაინტერესებს თქვენი აზრი აი ამ პერმანენტულ, აი ამ დაუსრულებელ უკანონობას შეიძლება რამე ეშველოს? ან მან თავრობის შეცვლა, ან პარტიების შეცვლა, არ ვიცი, ესე იგი, მე ესეთი რაღაცა არ მინახია, მე თვითონ ძველი უშაკი ვარ საჯარო და დაახლოებით ვიცი ეს საკითხები, მაგრამ ის რაც ახლა ხდება, ასეთი რამე მე არასდროს არ მინახია. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და ბოდიშ გიხდით. იცოცხლეთ, უპასუხებლად. მართლაც ისეთ ვითარებაში ვართ, რომ აი სადაც არ უნდა გავიხედოთ, ყველგან პრობლემებია. ვხედავთ, რომ არ მუშაობს სახელმწიფო აპარატი, არავინ არ ისჯება საქმის გაფუჭებისთვის, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისთვის, კორუფციისთვის, რომელიც ყველაფერს გლეჯს ირგვლივ, ნუ რა ვიცი, ამ მასშტაბებს თუ მიაღწევდა ამ ხელისუფლების პირობებში, სადაც თითქოს ერთი მხრივ ჩანს, რომ მაინც მდიდარი ადამიანები არიან მოსული პარლამენტში, რამოდენიმე ათეული მილიონერია და ვიფიქრეთ, რომ ახლა მაინც რაღაც ფულისკენ თვალი არ გაექცეოდათ, მაგრამ არა, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საკუთარი ინტერესები ანაცვალეს ქვეყნის ინტერესს და უკვე არ არის ხო ეს 1 და 2 წელი, 13 წელია ამ უბედურებას უყურებთ და ამათი გამოსწორება ჩემო ძვირფასებო სამწუხაროდ არ იქნება. ამიტომ ეხლა გვაქვს ძალიან კარგი შანსი იმისათვის, რომ სიტუაცია შეიცვალოს თუნდაც ადგილობრივ დონეზე. იმ დონეზე, რომელიც დღეს ყველაზე რთულ დღეშია, მაგალითად საქართველოს დედაქალაქში, იმის ნაცვლად, რომ ქალაქის ხელმძღვანელობა საუბრობდეს ავარიული შენობების რეაბილიტაციაზე, იქ სახურავების და ლიფტების შეკეთებაზე, ამორტიზირებული შენობების ეტაპობრივად ჩანაცვლებაზე, ასევე ისტორიულ ნაწილში მრავალსართულიანი მშენებლობების შეზღუდვაზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვაზე, კონსერვაციაზე, რეაბილიტაციაზე არა ფიქრობენ სამწუხაროდ, ხოლოდ როგორ შეიძინონ ძვირადღირებული აპარტამენტები, ძვირადღირებული მანქანები, მოიწყონ და აიწყონ თავისი ცხოვრება და ხალხზე იფიქრონ მხოლოდ რაღაც რამოდენიმე დღე არჩევნების წინ. ეს არ უნდა გაუტაროთ არავითარ შემთხვევაში და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ხელისუფლებამ მაქსიმალურად ცოტა ხმა მიიღოს ადგილობრივ არჩევნებზე. სხვანაირი შეცვლა სიტუაციის მე არ ვიცი. შენ თუ გეგულება ბექა? ბატონმა ბრძანა, მე რა თქმა უნდა წერტილ მძიმეში გეთანხმები, ეს იყო კვალიფიციური ახსნა განმარტება ჩემო ოთარ შენი მხრიდან, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე. და დამამატებ რას იცით, ესეთი კითხვა დასვა, რომ აი საუბარს არ ცდებაო. ჩემო უფროსო მეგობარო, ვფიქრობ უფროსი ბრძანდებით ასაკით. დღიდან პატრიოტთა ალიანსის ეროვნული მართლა აი პატრიოტების წარმოჩენისა და გამოჩენისა ეს ადამიანები საქმითაც არაერთხელ ამტკიცებდნენ და ამტკიცებენ და სულ ასე უმოქმედიათ არა მხოლოდ სიტყვიერად ვერბალურ ნაწილში, არამედ საქმით ამტკიცებდნენ ყოველთვის ეროვნულ საქმეს. როგორიცაა რა თქმა უნდა წინა რეჟიმის დემონტაჟი, უпроსტად სრული ხელშეწყობა დემონტაჟისა, რაც არ მოხდა. როგორიცაა ხელფასებიდან პატრიოტთა ალიანსს ყავდა დეპუტატები, რა თქმა უნდა გაცილებით მეტნი უნდა ყოლოდა მათ. რადგან
დღენიადაგ უყალბებენ ამ ერთობას და თვითონ პატრიოტთა ალიანსს არჩევნებს აი ეს არჩევნების კარუზოები. და ეს მემკვიდრეობა ძალიან კარგად შეიტკბეს და ისწავლეს წინა რეჟიმისგან. იქაც ძალიან დიდი გენიოსები იყვნენ არჩევნების გაყალბებისა. ოსტატები. კონკრეტულად სოციალურ ფონდში ირიცხებოდა მათი ხელფასები და რამდენიმე ოჯახი. შიმშილის ზღვარზე მყოფი. რა თქმა უნდა დაპურდა. ხელი გაეწოდა ფინანსური თავისთავად. მიიღეს დახმარება სამკურნალ საწამლო საშუალებებზე, მკურნალობაზე, ზოგს სახლის შეკეთება და ასე შემდეგ. მხოლოდ ქველმოქმედებაში, აი ოპოზიციაში მყოფმა, იგნორირებულმა და რეპრესირებულმაც არ შემწხვება ჯგუფის პარტიის წარმომადგენლებმა შეძლეს ამდენი რამ. რაც რა თქმა უნდა არ არის ბაკიბუკი, რაც არ არის ხმამაღლა სათქმელი, მაგრამ პასუხად გამოსაყენებელი არის და ღმერთმა უფრო მეტი ჩაგვადენინოს და შეგვაძლებინოს. ეხლაც არა ვართ უსაქმოდ და ვთავაზობთ ქმედით ნაბიჯებს, როგორც აუდიო გამოკითხვის კუთხით, როგორც რეფერენდუმის კუთხით, რომ შექმნან კომისია რაღაც სიტყვიერად მაინც გამოხატონ, არიან კი ემპათიურნი ამ ყოველივეზე ჩვენ, რასაც ვეუბნებით და როდის მოიმოქმედებენ და ანუ საუბარს ყოველთვის შეძლების და გვარზე მეტი საქმე ახლდა ხოლმე, ეს უფლის შეწევნით და ღმერთმა უფრო მეტი შეგვაძლებინოს. ზარია ეთერში გისმენთ. ვის მოლაპარაკები? კარგ ხალხს. სტუდიაში რეკავთ და ესაუბრებით ორ ადამიანს ამ ეტაპზე. აჰა. ისა დაკრია. მე რა ეშველება ამ საქმეს? ბევრი საქმეა საშველი, რომ ეს გულისხმობთ. რა და რომ არაფერი არ მე კომუნისტების დროს არ ვიყავ. მაშინ ყველაფერი იყო. მოგვანატრეს კომუნისტები. აი კომუნისტები მოგვანატრესო, ეს ხელისუფლება ეს უნდა დაიკვეხნოს ბჭყალებში, რა თქმა უნდა, კომუნისტები რომ მოენატრებათ ამ ხელისუფლების შემხედვარეთ. არ ჩათვალოთ რომ მე იმ ხანას იმაზე მეტად ვაკნინებ, როგორც თვითონ იყო კნინობით ფორმაში. და აღარ ჩამოთვლი, რატომ იყო კნინობით ფორმაში, თუმცა ის სიკეთეები თანახმად წმინდა გარდამოცემისა, სადაც ჭირი გამრავლდა, იქ მადლი გარდაემეტაო, გაცილებით ბევრი მადლი იყო მაშინ. ზედა ეშელონებთან კავშირში, ქვემოთ ფენაში, საზოგადოებაში, გაუტანლობა, ზიზღი არ იყო და ასე შემდეგ, ეს ვრცელი თემაა. ხო მეთანხმები ოთარ? ასე რომ 5 წუთი დაგვრჩაო ჩვენ გვატყობინებენ. ვერ მოვასწარე ეს საერთაშორისო ურთიერთობებზე კი გვინდოდა, მაგრამ ისე კი ბატონო, ვერ მოვასწარე, რადგან ზარები შემოვიდა და ბარემ ეხლა 4 წუთი ნამდვილად არ იქნება მაგისთვის საკმარისი, თუმცა ორი სიტყვით სათქმელი ის არის, რომ კონკრეტულად კავკასიის რეგიონში რა თქმა უნდა დიფერენცირებულია ბევრი რამ, თუმცა დასავლეთ სამყაროსაკენ მეტილტოლვა ამას აქვს თავისი დიდი мотиваცია მიზეზშედეგობრივი რამ ჩრდილოეთ სამხრეთის დერეფანსა და დასავლეთ აღმოსავლეთის დერეფანს შორის არ არის მხოლოდ კვეთა მე მინდა ვთქვა არის დაპირისპირებაც არის ძალმომრეობაც ჯერჯერობით ლატენტური ღმერთთან გნუქნას რომ მან დენთის სუნი შეიძინოს და გამძაფრდეს აქ ჩვენი ქვეყანა ამას ვერ აიტანს ამიტომ ვამბობდი სწორედაც რომ ის დიპლომატია და ბეწვის ხიძზე სიარული არ არის მაინც და მაინც ის რომ მე შენ არ მიგიღო როცა კარს დამიკაკუნებ დიპლომატი რომ ხარ ჰეგემონის სახელმწიფოს რომ წარმოადგენ მე შენი წერილი არ წავიკითხო და ჩემი პოლიტიკური გუნდით გაგინო ეს ამას პოლიტიკური ნიშანწყალი არ აქვს პოლიტიკოსობისა და არც ის არ არის პოლიტიკა როცა რაღაცის სანაცვლოდ რა თქმა უნდა მათ ფინანსებია მხოლოდ მერკანტილური მხოლოდ პრაგმატიზმია აბა გარეთ ქვაქვაზე ნუ დარჩენილა კაცო ბიზნეს ფინანსები იყოს კარგად თქვენი ლოგიკაა და რა თქმა უნდა თქვენი ასე თქვა არქიპოსი
ამის სანაცვლოდ, რა თქმა უნდა, ესეც ძალზედ კითხვის ნიშნის მატარებელია, რომ ამ ხელა კონტინგენტი წვრთნები გავიხსენოთ ყველა, რაც არ უნდა დაჩიავებულ, დანაწევრებულ, დასუსტებული მოსჩანდეს დათვი მასთან ურთიერთობის გარეშე, მასთან დიპლომატიის გარეშე, ასეთი ურთიერთობები რა გითხრათ, აბა, რით გაგახაროთ? ამ წვრთნებით გაბრაზებული რუსეთი, არ ვიცი, ხა ისეთ სიტუაცია თვითონ უკრაინაში, რომ ხა აქ წვრთნების ჩატარება, ჩვენ რომ ყოფილიყავით მართლა ნეიტრალური ქვეყანა, არანაირი წვრთნები და საერთოდ ეს არის მთავარი პრინციპი, არანაირი სამხედრო ბაზა, არანაირი წვრთნები არ ჩატარდებოდა ჩვენნაირ ქვეყანაში. ხა კიდე წვრთნები და რაღაც ახალი პრობლემები გვინდა, გუშინ შემოფრინდა აფხაზეთის გავლით რამოდენიმე დრონი და სოჩა დაბომბა. აქეთ ახლო აღმოსავლეთში რაც ხდება, ნუ ხა იქ რაც სირიაში და ასეთი დაპირისპირება არის, ნუ ძალიან რთულია ისრაელში, აქეთ რუსეთი და ნუ რთულად რეგიონია მოცული და აქ შუაში ვართ მოქცეული ჩვენ და უკვე იყო შეხვედრა ნატოს გენერალური მდივნის ამერიკის პრეზიდენტთან გასულ კვირას რომ უკვე არანაირი უკან დახევა არ იქნება მეორადი სანქციები შემოვა ჩრდილოეთი ფლოტისთვის რუსეთისთვის რომელსაც ყავს თავის რიგებში 238 გემი რომელიც ვერ გადააზიდავს ნავთობს იქ ჩინეთში და ინდოეთში და ამით უქმნიან ესე იგი კიდე ახალ სერიოზულ პრობლემას რუსეთს აწვდიან თანამედროვე ტიპის იარაღებს იქ F-16 F-35-ის თვითფრინავებს აბრამსების ტანკებს პეტრიოტებს 20-მდე პეტრიოტი რომელმაც ამ ბოლო დროს რამოდენიმე კინჟალი ჰაერში გაანეიტრალა და ძალიან სერიოზულ იარაღს და ძალიან სერიოზული ბრძოლა არის წინ და ეს ყველაფერი ხდება ჩვენ სამეზობლოში სამწუხაროდ და ამ დროს შენ როცა შურდულით ხარ შეიარაღებული ასეთ ინტერვენციულ პროექტს ანხორციელებ რაც მართლაც აბსოლუტურად მიუღებელი და მართლაც ძალიან უდროო დროს ხდება ეს ყველაფერი ჩვენს ტერიტორიაზე და კი ბატონო ჩვენ უფრო ფრთხილად რო ვიყოთ და უფრო წინდახედულები ვიყოთ ამ თვალსაზრისით არ გვაწყენდა ნამდვილად. თავისთავად გეთანხმებიოთ არ ჩვენ წამები დაგვრჩა მოვასწრებთ დამშვიდობებას, მადლობას მოვასწრებთ უფლის წინაშე, ჩვენი ტექნიკური ჯგუფის წინაშე, რომელმაც უზრუნველყო ჩვენი ეთერი და ჩვენი მაყურებლების წინაშე. ნახვამდის კეთილი სურვილებით გემშვიდობებით მადლობთ. კარგად ზანდებოდეთ.